ხვალ ჟენევაში მოლაპარაკებათა 24 რაუნდი იწყება. ქართული დელეგაცია უკვე შვეიცარიაშია საოკუპაციო ხაზის გაფართოება და მავთულხლართების მოწყობა, დევნილების პრობლემები და ჰუმანიტარული საკითხები. ეს არის იმ თემების ჩამონათვალი, რომლებსაც ქართული მხარე შეხვედრაზე დააყენებს. ოფიციალური თბილისი რუსეთის წარმომადგენლებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას კიდევ ერთხელ მოსთხოვს. მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე ქართული დელეგაციის წევრები ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებთან არაფორმალურ შეხვედრებს მართავენ. Თავრესი საკითხი იქნება ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესები, რომელიც მას განსაკუთრებული სახე და ელფერი მიიღო ბოლო პერიოდში. ჩვენ ძალიან მწვავედ დავაყენებთ ყველა ამ საკითხს, ასევე იქნება ჩვენი მხრიდან მოწოდება თანათავმჯდომარეებზე, რომ მათ ადეკვატურად შეაფასონ ეს მოვლენები, ასევე მოუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ მან დაიცვას ეს ვალდებულებები, რომელიც მას ნაკისრი აქვს 2008 წლის წესრიგის ხელშეკრულებით და პატივისცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალურ უფლებას. ცენტრალური თემა იქნება იმ პროცესების განხილვა, რომელიც მიმდინარეობს ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, კერძოდ მავთულხლართებისა და მიწათხრილების თემა, რომელთაც დამატებითი ბარიკადები ექნება მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლების თვალსაზრისით. ჩვენ დავაყენებთ ასევე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე განათლების, მათ შორის ქართულ ენაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობის თემებს.